მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თვითონ თქვენთაგანს თქვენი რეაქციებისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, ჩემს გამომწერებს განსაკუთრებული მადლობა. მადლობა არხის სტუმრებს. პირად კონსულტაციაზე, იცით, შეგიძლიათ მომმართოთ მესენჯერში. ალების ტარო პროფილის ფოტოთ ქალბატონია ორი ლომით წარმოდგენილი. კითხვები რომ ჩნდება ხოლმე მაინც კომენტარებში, ამიტომ ვაჟღერებ. იცით რომ თქვენი სურვილისამებრ იხდით თანხას, არა აქვს მნიშვნელობა ხო რა თანხასაც გადაიხდით. კონკრეტული განფასება მე ტაროს გაშლაზე არ მაქვს. დღეს მინდა თქვენთვის საინტერესო და საყვარელი გაშლა შემოგთავაზოთ. პირადი ცხოვრების ამბები, ვიცი რომ ყოველთვის ესე ძალიან ისე ელოდებით ხოლმე ამ ამბავს. და მოდით იყოს სამ ვარიანტზე. დაოჯახებულები, დასაოჯახებლები ოღონდ ვისაც პარტნიორი ყავთ. და მარტო ვისაც არც პარტნიორი ყავს და არც დაოჯახებულია. ანუ დაოჯახებულები, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? დასაოჯახებლები, ოღონდ პარტნიორი ვისაც ყავს. შეყვარებული, საყვარელი არ აქვს მნიშვნელობა, მესამე ფაქტორი არა ხო? არა აქვს მნიშვნელობა და მესამე ცალსახად მარტო მყოფები ვინც არიან. და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. მოდით ვნახოთ ვინ ხართ თქვენ და რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში მაგის მერე. ძალიან მეოცნებე, ძალიან რომანტიზმსა და იდეალიზმში გადავარდნილი ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცხვირს იტეხთ ხოლმე სავარაუდოდ ამ თქვენი ზედმეტი ილუზიებით, ზოგჯერ პირიქით ვნებთ საკუთარ ცხოვრებას, ზოგჯერ შეიძლება სხვის ცხოვრებას ვნებდეთ, ყოველ შემთხვევაში ხო ეს ემოციური მომენტი ძალიან გაკატავებთ საკუთარ ჭკუაზე, ასე ვთქვათ. სხვა ძალიან ისეთი ადამიანები ხართ, სიახლის მოყვარულები, გიყვართ მიზნების დასახვა, გარკვეული გეგმების შედგენა და პრინციპში ნაბიჯებსაც დგამთ ამ მიმართულებით. კიდე მანახე. დაოჯახებულები. კი ბატონო, ჩვენ ისეც დაოჯახებულებზე ვსაუბრობდით და აგერ ამოგვივიდა პენტაკლების მეფე, ხო? შეიძლება პაპაც იყოთ, შეიძლება ბებიაც იყოთ, ვინც მიყურებთ, შვილიშვილებიც ყავდეთ უკვე ყოველ შემთხვევაში, თქვენ უკვე თქვენი სიტყვა თქვენს ცხოვრებაში ნათქვამი გაქვთ ყველა მიმართულებით. კარგით, ახლა მაჩვენე რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში. ახლა რა ამბავია? ახლა რა ამბებია? ამ წუთას ჩემი მაყურებლის ცხოვრებაში რა ხდება პირადში? პირველი ფაზა მთვარის. ოჰო. ოპა. რა გჭირთ ხალხო? თვარის პირველი ფაზა, როცა არ ვიცით ჯერჯერობით რას მოიტანს ეს, ხო? ახლა ვერ ვიმარჩილებთ იმ კუთხით, რომ ეს თუ სწორად არის და ვედრო დაეკიდება, კარგი ამინდი იქნება, თუ ამოყირავებული, უბრალოდ ვედრო ვერ დაეკიდება, ცუდი ამინდი იქნება, ხო? იწვიმებს და თუ თქვათ ამოყირავებულია ასე ჰორიზონტალურ სიტუაციაში და ვედრო დაეკიდება, არ იწვიმებს. ნუ ახლა ამებს ვერ მიუყვებით, ხო? მთვარია, მაინც ახალია, თან ახალი მთვარის არკანია და აქ სხვა შორის მთვარე ორად არის, ასევია ორად მზეც ამ დასტაში მეგობრებო, რომ იცოდეთ. შესაბამისად გაკვირვება და გაოცება კითხვის ჩინები რომ არ გამოიწვიოს. ანუ არიცით რა იქნება, როგორ იქნება, როგორც ახალ მთვარეზე ვერ იყრი, ხო? ფიქრობთ რაღაცის დაწყებას ვერ გაგიბედიათ. ფიქრობთ ვიღაცა შესაძლოა ოჯახის დანგრევასაც ფიქრობდეთ, მაგრამ მაინც ვერ დგამთ ჯერ ნაბიჯს, მიუხედავად იმისა, რომ ჩახანჯლულ განადგურებული ხართ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. აი ეს ამბავი გაქვთ პირად ცხოვრებაში. კაი, რას უკავშირდება ეს ამბავი? აბა მანახე.
რას უკავშირდება ეს ამბავი? ახალდაწყებულ ურთიერთობას. კი ბატონო. თასების დედოფალს, რომელთანაც დღესდღეობით შესაძლოა სრულიად ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა. ანუ ეს არ არის ოჯახში, არც თქვენი მეუღლე, მამაკაცები მიყურებთ თუ ქალები, თქვენ სიტუაციას მოალგეთ, ხო? ეს არ არის მეგობრებო სტაბილური. ქალბატონი, ეს არის თასების დედოფალი, რომელზედაც შეყვარებულები ხართ, ქალები მიყურებთ პირიქით, ხო? ეს მამაკაცად შეგიძლიათ აღიქვათ, მოარგოთ რა თქვენ სიტუაციას. ერთი წუთით. კაი. მაშინ მოდი სახლში რა ხდება? ეგ ვნახოთ, აბა სახლში თქვენს ოჯახში რა ამბავია. ხო, თქვენს ოჯახში მერყეობა, თქვენს ოჯახში დაიწონა, თქვენს ოჯახში მინდა არ მინდა სიტუაცია. გამეორდა მეგობრებო. რაც წაღან მაჩვენა ახლა პირადი ენერგიები, აგერ თქვენს ოჯახში 10-იანი ხმლებით ყველაფერი გაფუჭებულია. არაფერი შერჩენილი ერთადერთი სტაბილური მომენტი, ოჯახის სიტუაცია, სადაც უნდა ვარჩინოთ, ხო, გავცვალოთ ფინანსური ენერგიები და სადაც კი ბატონო დავგეგმოთ რაღაცა ახალი საკუთარი ოჯახური სიტუაციის გასაუმჯობესება, ну ეს უფრო მატერიალურ სფეროს ეხება. კაი, იმ ახალდაწყებულ ურთიერთობაში მაშინ რა ხდება? აბა მაჩვენე მაშინ იქ რა ხდება ახლა? იქ დუხს და გადმოდუხს თასი. იქ ემოციების ზღვა. იქ ოცნებებია, წარმოსახვები, ანუ გაიდეალება ხდება, არ ვიცი. დასაწყისია რაღაც ის იქაც, ახალია ვთქვათ თქვი. ხო, ну 4-იანი ხმლებით რა შემიძლია გიეთხრათ მეგობრებო, 4-იანი ხმლებით მაინც აქაც კარგ ბარიერებში ხართ. ვერ გადაგიწყვეტიათ რა გააკეთოთ. თითქოს ელოდებით სათქვენო სიტუაციას, არ ვიცი რა სიტუაციას ელოდებით, მაგრამ ფაქტია რომ უცდით რაღაცა მომენტს, როდის უნდა ისროლოთ თქვენი ის არის და მოახვედროთ მიზანში, ხო? თუმცა არც სტაბილურობა არ გეთმობათ. არც სტაბილურობა არ გეთმობათ. ის რაც უკვე შეგიძენიათ, ის რაც უკვე აქამდე მოგიტანიათ, მოკლედ ორსკამიანობა გინდათ. კარგით, ხო, ესე გადაყირავდება ხო? ორსკამზე ვერ გაჩერდებით, ხო? კაი. ეს რა არის, ეს შეყარებული. კი არა და ემოციების ხო, რა ამ ხელა ემოციები როცა გაქვს სიყვარულამდეც ბევრი აღარ გიგლია. კაი. მანახე ახლა მანახე უახლოესი ენერგიები რა იქნება ჩემი მაყურებლის პირად ცხოვრებაში, ისევე მყარად ჯდომა საკუთარ ტახტზე, ისევ ბარიერები, ისევ ტკენა, ისევ ფული და ქონება და მატერიალური სიტუაციები, მაგრამ თანამდროს მინდა რომ ვიყო ცეცხლების და ვნებების რაინდი, მინდა ის ახალი დაწყებული ურთიერთობა, მე რა რომ ჯერ გაურკვეველია, მე რა რომ ჯერ არ ვიცი რა იქნება, რას მომიტანს, მე მაინც მინდა. მაგრამ თან მახსენდება რომ რაღაცა აქ მორალურ ზღვარზე გავდივარ, მახსენდება ის რომ აქეთ ოჯახი იქით და ხელფეხ შეკრული ვარ და რაც არის და რაც არ არის, ყველა ის ბარიერი ერთად მაქვს დახატული, ხო? ტრანსფორმაციის პერიოდი მაქვს, თითქოს მინდა ყველაფერი ძველი მოვიტოვო უკან, თითქოს მინდა ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღო და გავჭრა რაც გასაჭრელია, მაგრამ სამყაროს ველოდები კი რომ მან მიიღოს ჩემს მაგიერ გადაწყვეტილება. ეგრე არ ხდება მეგობრებო. და აგერ სავსე მთვარეც აქვე გვაქვს, ხო? ხო. ისევ ოცნებები, ისევ იდეალები, ისევ შიშები, ანუ ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე ოცნებობთ, მაგრამ ნაბიჯებს ვერ, ანუ ოცნება, ქმედება არაფერი არ იქნება. დარჩება ის სიტუაცია, რა სიტუაციაც გაქვთ უახლოესი ენერგიები.
კარგით. მეორე ვარიანტი ვნახოთ ახლა, ვისაც ყავს პარტნიორი, ხო? ყოველ შემთხვევაში თუ დაშორებულები ხართ, მაინც პარტნიორის ენერგიებია. და ვნახოთ ვინ ხართ? განდეგილი. ახლა ამ წუთას შესაძლოა არც არავინ გყავდეთ გვერდში. შეიძლება ვინმე საგანმანათლებლო სამსახურს ანუ სფეროში მუშაობდეთ. ყოველ შემთხვევაში ავტორიტეტი საკმაოდ განათლებული, საკმაოდ გაწონასწორებული და სხვებისთვის მისაბაძი ადამიანი ხართ. კაი, ეხლა მანახე შენ ახლანდელი ენერგიები პირადი რა ხდება? რატო? ოპა. რა ხდება? ფარული ურთიერთობები გააქვთ? გააქვთ? რატო? კი, აქ რაღაცა ფარული ურთიერთობების მომენტი იყო, რამაც გარკვეული გულისტკენა და იმედგაცრუება მოგიტანათ, მეგობრებო. დღესდღეობით გინდათ რომ ყველაფერი გაანულოთ, დაივიწყოთ. აქ არჩევანის მომენტი ცალსახად იყო, აუცილებლად იყო თან. ნახეთ, გოგონას თვალები აქვს დახუჭული, ვაჟს თვალი ღია აქვს, ორივეს ერთმანეთისკენ ხელი აქვს გაწვდილი, მაგრამ ერთმანეთთან შემხებლობაში ვერ არიან, ხო? მაინც არის აქ რაღაცა მესამე ენერგია, მაინც არის რაღაცა კაცმარიჩის ეს გოგონა თვალები დახუჭული ამბიჩთან არის თუ საერთოდ სხვა ბიჭზე ოცნებობს, ხო? ანუ აქ მაინც ეს ერთ არჩევანის ენერგია არის, აქ რაღაცა სამკუთხედის ვარიანტის ამბავი მომდის, სადაც სხვათა შორის ამომავალი მზის არკანია ეს, შესაძლოა რაღაცა ურსულობის ფაქტორებიც იყო, მომენტებიც იყო, ან თქვენი ან იმ სტაბილური სიტუაციის, ხო? ვისთანაც თქვენ მესამე პირი იყავით, ფინანსურად რატო რა უზრუნველყოფდნენ? კი, გეხმარებოდათ სხვათა შორის. გეხმარებოდათ, მაგრამ თქვენ თვლით რომ ეს ცოტა იყო. რაღაცა ძუძ ადამიანად მოგეჩვენათ, თითქოს რაღაცა ის იმედები ვერ გაამართლა და რა. ხო, აი ეს ამომავალი მზიდან, ეს რაღაცა კვერთხების მეფე და მთელი ცეცხლი და ვნებები რო გეგონათ, უცებ გახდა ჩამავალი მზე, მეგობრებო და გადავიდა მთვარეში. გაგიცრუდათ აბსოლუტურად ყველანაირი იმედი. აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდით, ურთიერთგაგებიდან, ერთმანეთის ასე ვთქვათ ზრუნველობიდან გადახვედით ხუთიან თასებში, სადაც ყველაფერი გაფუჭდა. სადაც რაღაცა ზომიერებაში გადავიდა სიტუაცია, არც იქით არც აქეთ და საიდანაც წამოსვლა გადაწყვიტეთ უკვე ჩახანძრულ ჩახმალულებმა. სანამ ეგრე არ გეტკინეთ, მანამდე ადგომა ვერ მოიფიქრეთ და წამოსვლა ვერ გადაწყვიტეთ. აქ რაღაცა სამკუთხედის თემა ყველა შემთხვევაში იტრიალებდა. აი, ახლა მითხარი მაშინ შენ. უახლოესი ენერგიები, აი ვინც მიყურებს. თავის პარტნიორთან ან ჩაფიქრებულ პარტნიორთან რა იქნება? უახლოესი ენერგიები მანახე. ხო. სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესო არკანია მეგობრებო. სოლარული ეკლიპსის არკანი. მაცადეთ, ეს რა არის? ოთხიანი კვერთხები. რვიანი პენტაკლები. სრული სავსე მთვარე.
სავსე მთვარის არკანი და სამიანი პენტაკლები. Karts არაფერი ისევ ის გულგატეხილობა იქნება. ისევ ტრანსფორმაცია, ისევ ტკენა. აქაც დიდი ცვლილებები არაფერი მიჩანს მეგობრებო. აქაც დიდი სამწუხაროდ დიდი ცვლილებები არ მიჩანს, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც აი ეს არკანი ცხოვრაც რაც თქვენ აქ ხედავთ, პრაქტიკულად არის, რომ ზეს დაფარებული აქვს სიშავე, ლაქა, ხო? სხვადასხვა ძალების, ასე ვთქვათ, რაღაცა კოლაბორაციას ვერ უფრო შეკიდების მომენტი ხდება და რეალურად აქ ისეთი არკანებია, რომ სააдаდებიც და საიმედოს აი, მოდი მანახე აბა. ეხლა ვინც მიყურებს, ამათ ჩაფიქრებული პარტნიორი როგორ არის, ეგ მანახე. გამიჩნდა ეს კითხვა. როგორ არის და ცივ ენერგიებშია პაუზაზეა. სხვა შორის განდეგილში არავინ არ ყავს მეგობრებო. რომ ციცოდეთ, რომ ვიღაცასთან არის, არ არის. რეალურად მარტოა. რეალურად ისიც ოცნებობს, რეალურად ისიც სიზმრებშია მოკტირით. მისთვისაც არ არის მარტივი ჩიხებია და მისთვისაც მონატრების მომენტია ის ემოციები, რაც თქვენთან გქონდა, მაგრამ ის თავის სტაბილურობაშია. ვერ ვიტყოდი, რომ სტაბილურობაშია, ნახეთ. მთვარის არკანით, მეგობრებო და 9-იანი ხმლებით ვერ ვიტყვი. მით უმეტეს ცალკე მთვარის არკანი ამომდის აქ. სავსე მთვარის არკანი ამომდის. და ისევ ეს გადაფარებული, მზეს გადაფარებული ლაქის არის. არა, არც ის არ არის კარგად მეგობრებო. 4-ვე მთვარის არკანი იმაზე მაქვს, რა ქვია, მაგიდაზე. ესეც არჩევანშია, ესეც განულების პირობებში არ არის არც ეს ადამიანი კარგად. თქვენ არის ფიქრობთ, რომ თქვენ განშორს თუა ის კარგად არის, არა. კაი, თქვენი და თქვენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორის უახლოესი ენერგიები მანახე რა იქნება. ამ მომავალი მზე, ანუ რა? რაღაც ძრები იქნება. რაღაც ნაბიჯები შეიძლება გადმოდგას მეგობრებო. კი. თვარის ეკლიპსი. კი, ამას ემოციები მოეძალება, ეს ვერ გაჩერდება დიდხანს. თასების მეფეა. მამაკაცები თუ მიყურებთ პირიქით, გადაიტანეთ თქვენს თავზე. და ბედის ბედი ისევ შესაძლებლობას მოგცემთ. ვნებები აქ იმხელა მიზიდულობა და ყველა შემთხვევაში კიდევ დაატრიალებს თქვენს ადამიანს და მოიყვანს თქვენამდე. აქ მეორე ვარიანტში ცალსახად გამოვა კონტაქტზე. მადლობა მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტი, ანუ მარტო ვინც ხართ, ვისაც არავინ არ ყავთ, მიხართ ერთი არკანით ვნახოთ. ერთი არკანით ვნახოთ, აბა მიხართ. პენტაკლების რაინდი. ძალიან დაკვირვებული, ძალიან მიზანდასახული, ძალიან კარგად მეოცნები ადამიანი. აი, ვინც ოცნებებს უფრო გეგმებად აქცევს და მიზნებად, ხო? და მე იმას ისრულებს. ადამიანი, რომელმაც იცის საკუთარი შრომის ფასი, ადამიანი, რომელიც შესაძლოა დღესდღეობით რაღაცას სწავლობს კიდეც. და ხო, აი ნახეთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის წინ იყურება, ყოველთვის ასე ვთქვათ, უკეთესობის იმედზეა და ადამიანი, რომელიც რაც უნდა გაურკვეველი იყოს დასაწყისი, მაინც დგამს ნაბიჯს იმ იმედით, რომ წინ იქნება მისი ოცნებები შესრულებული და აღიარებული. კი ბატონო. აი ეგეთი ადამიანი ხართ, მესამე ვარიანტი ვინც მიყურებთ. და ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ახლა რა ხდება და სრული ჩაკეტილობა, რაღაცა ტვირთად გაწევთ ქვეყნის, რაღაც არ ვიცი თქვენი თუ სხვისი ტვირთები ერთად. რატო ამოდის ეს რა შუაშია, თუ მარტო ხართ? რატო? ან თქვენ ცხოვრებაში იყო ადამიანი, პენტაკლების მეფე,
რომელიც რატო და გაცილებული ხართ თქვენ დაშორებული ძალიან დიდი ნაწილიზე გადათამაშდება რომ დაშორებული ადამიანები მიყურებთ მეგობრებო ახლა რომელსაც არავინ არ ყავთ რეალურად გვერდით და ის რაღაცა მიჯაჭულობის მომენტი გაქვთ იმ წარსულთან კი თქვენგან გაიპარდნენ სავარაუდოდ ან თქვენ გამოიპარეთ აქ ღალატსაც ქონდა ადგილი თქვენ იმპერატორი აქ ოფიციალური თემა იყო რაღაცა დაშლილი რომელიც უკვე აღარ არის აქ არ იყო ის რომ დღეს გნახე და მორჩა არა აქ წლების ურთიერთობა სტაბილური ურთიერთობისგან გამოსული ადამიანები ხართ უმეტესობაზე ასე გადათამაშდება ვინც მიყურებთ მარტო ვინც ხართ ადამიანები რომლებიც ვერ გაგაბოროტათ ცხოვრება ადამიანები რომლებსაც შეგრჩათ აბსოლუტურად ყველანაირი ემოცია თქვენში ადამიანი და ცოცხალი ადამიანი ვერ ჩაკლა ვერავინ და ვერაფერმა არ ვიცი შესაძლოა იხმართ კიდეც ვინმეს ზუსტად შეიძლება თქვენ თვითონაც მიმართავთ რაღაც გარკვეულ პრაქტიკებს რომ რამენაირად აი ამ დანგრეული განადგურებული ემოციებიდან ფენიქსივით აღდგეთ ხო შეკრიბოთ შეაწებოთ ერთმანეთთან და ისევ პენტაკლების დედო ქვად იქცეთ ისევ თვითკმარი ძალა გინდათ რომ იპოვოთ თქვენს თავში გინდათ რომ ეს წარსული აი სავსე მთვარეს всё მიაყოლოთ და როგორც სავსე მთვარე დაიწყებს გალევას აი ესე გაილიოს მერე თქვენი ის წარსული ტკენებიც აქ დიდ ნაწილზე მართლა გაშორებულებზე გადათამაშდება და უახლოესი ენერგიები მანახეთ შევიმაყურებლის პირად ცხოვრებაში რა იქნება საიდან კიდე რატო რამდენი მაღალი აღარკანია და თქვენ ცხოვრებაში ჩემო კარგო ადამიანებო წარსულის ადამიანიც გამოჩნდება და ახალი ადამიანიც მოდის აუცილებლად წარსული უნდა აირჩიეთ თუ ახალი რა თქმა უნდა ახალი მეგობრებო რა თქმა უნდა ახალი ის ისევ არჩევანში გამყოფებთ, ისევ იმ სიტუაციებში დაგაბრუნებთ. ეს გალეული მთვარე, რატო? რას ნიშნავს რატორისთვის? ეს იმისთვის, რომ ყველაფერი ტკივილი, ძველი უკან მოიტოვოთ და სასწაულებრივად სამყაროს ძალებით გამოხვიდეთ იმ ნატკენი ენერგიებიდან ბალანსი ჰარმონია აღიდგინოთ საკუთარ თავში საკუთარი თავი ასე ვთქვათ ხელახლა გამოაღვიძოთ მეგობრებო ასე ვთქვათ აი ხელახლა ფეხზე დააყენოთ და რატო კაცო იმპერატორი რო გახდეს ისე თქვენი თუ ეს წასული დაქცეული იმპერატორი რო დაგავიწყოთ კი წასული დაქცეული იმპერატორი რო დაგავიწყოთ და თქვენ ცხოვრებაში რა შემოიტანოს სიახლე რამ ხრივ მეგობრებო და სტაბილურობის ხრივ რამ ხრივ და იმის ხრივ რომ ნებისმიერი სიბნელიდან თქვენთვის სხივებით
მაინც სინათლე შექმნას, ხო? მთვარის სხივებითაც მზე გააკეთოს თქვენთვის, აი ძალიან ცუდი ესეთი ულტრირებულად რო ვთქვათ. იმისთვის რომ თქვენს ცხოვრებაში ისევ ნებები გამოაღვიძოს, ისევ ცეცხლები გამოაღვიძოს, ისევ ქარიზმა გამოაღვიძოს და ისევ ემოციების, ასე ვთქვათ, გენერირება მოახდინოს ანუ თქვენს ცხოვრებაში, ანუ ის რაც უკვე პრაქტიკულად დაივიწყეთ, ის რაც უკვე ცხენით ასებით ლოტუსის ყვავილები და მზე, ხო? ის რომ შემოიტანოს სტაბილური ბედნიერება, სტაბილური ემოციები, ვთქვი ემოციები დააგერ ბატონო და მოგცეთ ბევრი შესაძლებლობა კიდევ თქვენ ეს დაიმსახურეთო. და გაგხადოთ ისევ ნებების და ცეცხლების დედოფალი. აქ ყველა შემთხვევაში ახალს უნდა მიესალმოთ, ძველს არა. ოღონდ ძველიც მოვა. ძველიც აუცილებლად მოვა. მადლობა მესამე ვარიანტსაც. დაგემშვიდობებით, ჩემო კარგო ადამიანებო, დროებით.